იუნესკოს ნუსხაში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურა შედის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ჩვენ ახლა გვინდა გავაგრძელოთ ხორბლის მნიშვნელობაზე საუბარი ჩვენ სტუმართან ერთად, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი თემა და საკითხი, რომელზეც ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან და ჩვენი სტუმარია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ბატონი ლევან უჯმაჯულიძე, რომელთან ერთადაც ვაგრძელებთ საუბარს ბევრ საინტერესო თემაზე. მოგესალმებით. უნდა დავიწყოთ მე მგონი ხო? რა თქმა უნდა, დავიწყოთ პირველ რიგში იმ მნიშვნელოვანი ამბით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მოდი პირველ რიგში რომ გითხრათ, რატომ დაიმსახურა ქართულმა ხორბალმა ეს აღიარება? შუადღემშვიდობის მართლაც მნიშვნელოვანია ის წინასწარი გადაწყვეტილება, დადებითი რეკომენდაცია, რომელიც გაჩნდა ნომინაციების მიმნიჭებელმა, ასე ვთქვათ, საბჭომ, ქართული ხორბლის კულტურის, ტრადიციების და ისი ღირებულებების აღიარებასთან დაკავშირებით. ქართული ხორბალი უდავოდ იმსახურებს ამ ნომინაციაში, ასე ვთქვათ, წარდგენას და შეტანას, გამომდინარე იმ უნიკალური ნიშან-თვისებებისა, რომელიც გააჩნია ქართული ხორბლის ენდემურ სახეობებსა და ჯიშებს. საქართველოს მოგეხსენებათ, ვასთან ერთად გახლავთ სამშობლო გადაუჭარბებლად კულტურული პურის ხორბლის წარმოშობისა და კიდევ ერთხელ განმეორდები 20 სახეობიდან 14 სახეობა არის ქართული, მათ შორის 5 ენდემური სახეობა, ეს სახეობებია, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ზოგადად მსოფლიოში შექმნილი ახალი სელექციური ჯიშების პროცესში. ეს დღემდე არის შემორჩენილი 5 თვე. უმნიშვნელოვანესი არის სწორედ ის, რომ ეს არ არის წყვეტილი ისტორია. მოდის ქართული ხორბალი ქართულ ხალხთან ერთად, იმ ჩვენს წინაპრებთან ერთად, რომელთა ისტორია 10,000-ზე მეტ წელს ითვლის და თავარი ის არის, რომ აღდგენილია ყველა ის უძველესი სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, შენარჩუნებულია გენეტიკურ ბანკში, რაც უმნიშვნელოვანესია მათი ხანძლივი კონსერვაციისათვის და რაც მთავარია, მასობრივად ვრცელდება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში, ფერმერულ ნაკვეთებზე და უკვე ბოლო წლებია ასეულ ჰექტარებზე ითასება ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები. მათი მნიშვნელობა არის უდიდესი როგორც საქართველოსთვის, ასევე როგორც აღნიშნეთ უცხოელებისათვის, გამომდინარე ნიშან-თვისებებისა, რომლის მატარებელია ზოგადად ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ჯიშები. ეს არის გამძლეობა მავნებლებისა და დაავადებების მიმართ და ის განსაკუთრებული ნუტრიციული მახასიათებლები, რომელიც არის საწინდარი ჯანმრთელობისა და ასევე მას აქვს ძალიან დიდი დატვირთვა ზოგადად მოხმარების თვალსაზრისით და სწორედ ამ მიმართულებით ანუ სასარგებლო არის გაცილებით. ყველა ჯიშს აქვს თავისი დამახასიათებელი მახასიათებლები, რომლითაც გამორჩეულია ის იმ ჯიშებისაგან, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში. ეს არის ვიტამინების, ცილების, ნახშირწყლების შემცველობა. ერთ-ერთი სახეობა ზოგადად გვაწაზანდური, რომელიც საერთოდ უგლუტენოა და მოგეხსენებათ, გლუტენის პრობლემა აწუხებს ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, მოსახლეობის დიდ ნაწილს სამწუხაროდ. გამომდინარე აქედან, აი ამ ჯიშების და არა მარტო გვაწაზანდური, ასევე სხვა სახეობები და ადგილობრივი ჯიშები სწორედ შემცველია იმ სასარგებლო ნივთიერებებისა, რომელიც აგრეთვე მნიშვნელოვანია ერთიანი ჯანმრთელობისათვის და მას აქვს ამასთანავე სასუსათო უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული დატვირთვა. და მასზე არის დაფუძნებული იწერთო ქართველებიო და ნუ ეს ხომ ფაქტია, რომ ασეთი უნიკალური სახეობები არსებობს ხორბლის. არაფერს ჩვენ თავზე არ ვიწერთ, ეს არის ფაქტი, ეს არის ქართული ხორბლის კულტურა, რომელზედაც დაშენებულია შემდეგ ის ტრადიციები და რიტუალები, რომელიც სწორედ ამ კუთხით იქნა წარდგენილი ნომინაციაზე, რომელსაც დეკემბრის თვეში სამთავრობათა შორისი კომისიის საბჭო ადებით გადაწყვეტილების სახით ასახავს. რა ჯიშები არის აღდგენილი ჯიღაურის ბაზაზე და ზოგადად რა მნიშვნელობის მატარებელია, მე როგორც ვიცი, საბოლოო მიზანი არის მასშტაბურობის შეძენა, ხო, წარმოების ამ ჯიშების განვითარების, მოყვანის და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ერთის მხრივ უმნიშვნელოვანესია ზოგადად მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვა და არა მარტო მცენარეთა, მე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ცენტრი ასევე დაკავებული არის შინაური ცხოველების, ფრინველების, სასარგებლო სასოფლო-სამეურნეო მწერების, როგორც არის ფუტკარი და თუთის აბრეშუმხვევი მათი აღდგენით.
ეს ყველაფერი ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არის შემადგენელი ნაწილი გენეტიკური რესურსების დაცვისა, მაგრამ უმთავრესი გახლავთ, რომ ყველა აღდგენილი სახეობა და ჯიში თამამად მიდის უკვე ფერმერულ მეურნეობებში, ხდება მათი გავრცელება. რაც შეეხება ზოგადად ჯიღაურას, ჯიღაურაში ქართული ვაზის 1000-მდე ნიმუში არის მოძიებული. ჩვენ 525 ჯიში გვაქვს. ასე არის აღწერილი, მაგრამ ნიმუშთა რაოდენობა უფრო მეტია, იმდენად, რამდენადაც იქ არის კლონები, ახალ სელექციური ჯიშები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ურთულესი გზა გაიარა ქართული ვაზის ჯიშებმა, სანამ მოვიდოდა ჯიღაურამდე, მაგრამ დღესდღეობით ის საიმედო ხელშია. ახორციელდა მათი მოლეკულური გენეტიკური მახასიათებლების კვლევა, შეტანილია საერთაშორისო კატალოგში და რაც მთავარია, ისწავლება მათი ენოლოგიური მახასიათებლები და ხდება პრაქტიკაში დამკვიდრება. უკვე რეგიონები აღარ არის წარმოდგენილი 2-3 მთავარი ჯიშით. ეს აღდგენილი უნიკალური ჯიშები თანდათანობით ადგილს იკავებს, როგორც კახეთში, ასევე იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, რაჭა-ლეჩხუმში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გარდა ვაზისა, ჯიღაურაში ასევე 400-მდე ხეხილოვანი კულტურების ჯიშები და სახეობებია წარმოდგენილი და უმნიშვნელოვანესი მიმართულება აგროსატყეო კულტურების. ჯიღაურას გარდა გვაქვს ჩვენ მეორე, არც თუ ისე უпростоრად არანაკლებ უმნიშვნელოვანესი ცენტრი, წილკნის ბაზა, სადაც მიმდინარეობს ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების აღდგენა და მოძიებულია ყველა ეს უძველესი ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირას იყო მისული. კეთდება და ტარდება პირველადი მეთესლეობა, რაც არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ მივაწოდოთ საწყისი მასალა იმ მეურნეობებს, რომლებიც დაკავებული არიან თესლის წარმოებით და შემდეგ უკვე სერტიფიცირება, რომელიც აუცილებელია ქვეყნისათვის და სწორედ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახორციელებს ქვეყანაში სერტიფიცირებას და სერტიფიცირებული როგორც სანერგე მასალის, ასევე სათესლე მასალის ბაზარზე განთავსებას, მიკვლევადი ჯიშები მიდის უკვე ფერმერებში და ხდება მასიურად. ხორბლის შემთხვევაში ასეული გექტრობით ითესება სამცხე-ჯავახეთში აქ ერთ-ერთი ცნობილი პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ ხორციელდება. ასევე არის საქართველოს სხვა რეგიონებში ყველა კულტურასთან მიმართებაში, როგორც მცენარეული კულტურები, ასევე შინაური ცხოველები და სასოფლო სამეურნეო სასარგებლო მწერები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლევან. ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ შემდეგ უკვე დახზე ან სუფრასთან ჩვენ ის პროდუქტი ვნახოთ, რომელიც საუკუნეების წინ იყო ხოლმე ოჯახებში, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები და აი თამთა რაზეც ვსაუბრობდით, ორი მთავარი რამ, ხორბალი, რითაც კეთდება უნიკალური პური და ვაზი, რომლისგანაც კეთდება ღვინო. ეს ორი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ორი მთავარი რამ, რაც ჩვენი იდენტობის და კულტურის ნაწილი არის, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იყო. მადლობა თქვენ. ჩვენთან სტუმრად.